მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე. იმედი მაქვს, რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად, დაგიბრუნდით ახალი ვლოგით და გავატაროთ დღე ერთად. გიბრუნდებით ისევ ულამაზესი հարցიდან, როგორც იცით, ჩემი წინა ვიდეოდან ვიმყოფებით დასასვენებლად გერმანიის ერთ-ერთ ულამაზეს მთაში, ქალაქ ჰარცში, უпростоრად ვიყავით, ახლა უკვე სახლში ვართ ჩამოსულები და ეს ბოლო ვიდეოა ჰარციდან, რადგან მსგავსი ვიდეოები სიმართლე გითხრათ არ იღებს ნახვას, ამის გამო ხშირად არ ვიღებ მოგზაურობას და დასასვენებლად რომ მივდივარ იმ ადგილებს, რადგან საერთოდ არ აქვს ნახვები ასეთ ვიდეოებს და ჩემი YouTube-ის რეიტინგი ვარდება ამის გამო. სიმართლე გითხრათ, 2 წლის უკან რამოდენიმე ვიდეო მაქვს გადაღებული, რომელიც რამოდენიმე დღეში წავშალე, იმიტომ რომ ჩემი YouTube-ის რეიტინგი ძალიან დაეცა და ნახვები საერთოდ არ ქონდა იმ ვიდეოებს. წინა ვლოგმაც ძლივს 1000 ნახვა დააგროვა, მართლა რომ ძლივს 7 დღის შემდეგ გახდა 1000 ნახვა. მოკლედ გადავიღე რამოდენიმე ღირსშესანიშნაობები ამ ქალაქის, გადაღებული მაქვს რამოდენიმე დღის განმავლობაში. ცოტა კი გამოვიდა აბდაუბდა ვლოგი, მაგრამ არა უშავს. ვფიქრობ, რომ რაღაც საინტერესო მაინც არის, განსაკუთრებით ეს ტაძარი. ეს არის ულამაზესი ტაძარი, რომელიც შემორჩა მეორე მსოფლიო ომიდან, უпростоრად გაუძლო მეორე მსოფლიო ომს და ამ ტაძარში თავს აფარებდნენ ქალები და ბავშვები. ეს ორი უზარმაზარი ზარიც ჩამოვარდნილია მსოფლიო ომის დროს და უკან აღარ დაკიდეს, უბრალოდ დადეს აქ და ზედ წერია სახელები იმ მოძღვრების, რომლებიც აკონტროლებდნენ და ყურადღებას აქცევდნენ იმ ქალებს და ბავშვებს, რომლებიც ომის დროს იყვნენ ამ ტაძარში. მოკლედ ულამაზესი ტაძარია, სამწუხაროდ ევროპაში ხშირ შემთხვევაში მსგავსი ტაძრები დაკეტილია და ვერ წარმოიდგენთ ჩემს სიხარულს, საზღვარი არ გქონდა, რომ ვნახე ღია ტაძარი. ეს არის კათოლიკური ტაძარი და ალბათ ბევრმა ვინც არ იცით, გაგიჩნდებათ კითხვა თუ რა საჭიროა ამდენი სკამი ტაძარში და აქ უამრავი სკამია, ალბათ არ ვიცი 500 ადამიანს დაიტოვებს, რადგან მაღლა სართულზეც სკამებია გაშენებული, აივანივით არის და იქაც უამრავი სკამი იყო, ალბათ მართლა 500 ადამიანი დაეტევა ამ ტაძარში. მოკლედ ჩემი შვილებიც დადიან კათოლიკურ სკოლაში და ხშირ შემთხვევაში გვეპატიჟებიან ტაძარში წირვაზე. ჩვენც ხშირად მივდივართ ხოლმე და გავიგე თუ რისთვის არის საჭირო ეს სკამები. წირვები გრძელდება 3-დან 5 საათამდე, ასე ზიან ვინც მოსული არის თვითონ ტაძარში და თითო ადამიანი გამოდის და ყვება რაღაც ისტორიებს. შემდეგ როცა მოძღვარი ლოცულობს, რა თქმა უნდა ფეხზე დგებიან, ლოცვის შემდეგ პირჯვარსაც იწერენ და ისევ ჭდებიან. ხშირ შემთხვევაში მოძღვარი სვავს კითხვებს, რომლებიც აუცილებლად უფალთან არის დაკავშირებული და თითო ადამიანი გამოდის, შემდეგ შუაში დგება, მიკროფონს იღებს და ყვება თავის ისტორიებს. მაგალითად, კითხვები არის ასეთი: რას ეტყოდი უფალს, დარეკვა რომ შეგეძლოს და დალაპარაკება მასთან, არსებობენ თუ არა დედამიწაზე ანგელოზები,
შენ თუ აკეთებ რაიმე ისეთს, რომ უფალს მოეწონოს და მსგავსი რაღაცეები. მოკლედ, ბოლოს მახსოვს, ბავშვების სკოლის დირექტორი გამოვიდა და მოყვა თავისი ისტორია. კითხვასთან არსებობენ თუ არა დედამიწაზე ანგელოზები და თქვა, რომ რამოდენიმე წლის უკან გაიკეთა გულის გადანერგვა. ოპერაციის შემდეგ ძალიან ცუდად იყო, თვალებსაც ვერ ახედდა და ერთი გოგო, რომელიც მედდად მუშაობდა, კარგად უვლიდა და ხელით აჭმევდა კოვზებით სადილს, მაშინ როცა თვითონ ხელის განძრევაც არ შეეძლო. მოკლედ, თქვა, რომ ამ გოგოს სახელი დღემდე არ იცის და ყოველ ჯერზე ლოცულობს ამ გოგოსთვის და მას მიაჩნია, რომ ეს გოგო უფალმა გამოუგზავნა როგორც ანგელოზი მაშინ, როცა გასაჭირში იყო. ასევე ხშირ შემთხვევაში ტაძრებში არის მსგავსი წიგნაკები, სადაც წერია მადლობები და რასაც გინდა იმას დაწერ, რომელ ენაზეც გინდა, მოკლედ ძალიან საინტერესოა. მე დავწერე ჩვენი ლოცვა, მადლობა გადავუხადე, ასევე ბავშვებმაც დაწერეს თავიანთი მადლობის სიტყვები და გადავშალეთ ახალ ფურცელზე, რომ სხვა ადამიანებმაც დაწერონ თავიანთი მადლობები უფალთან. როგორც ხედავთ, აქვს ასევე მაღლა სართული და მაღლა სართულზეც არის გაშენებული უამრავი სკამი. ასევე მსგავს ტაძრებში და აქაც შევნიშნე, რომ იყო ჩამონტაჟებული დინამიკები, ეგრეთ წოდებული, მე მგონი, რომ სწორად ვამბობ. ეს არის იმისთვის, რომ ყველამ გაიგოს, ვინ რას ლაპარაკობს და ასევე, რომ ყველამ გაიგოს ფორტეპიანოს ხმა. ხედავთ პიანინოს და ამ პიანინოზე ხშირ შემთხვევაში თვითონ მოძღვარი უკრავს, დანარჩენები გალობენ. სასწაულის სანახავია, არ ვიცი, აი სიტყვებით ვერ გადმოვცე, ისეთი ლამაზია ეს მუსიკის ხმა და გალობა, არ ვიცი, ყოველ ჯერზე ტაომაყრის ამას რომ ვისმენ. ხედავთ იქ ბოლოში ყავისფერი რაღაც ინსტრუმენტი რომ არის ჩამაგრებული, იქიდან ისმის ხმა და მთელ ტაძარში გადმოდის შემდეგ ეს პიანინოს ხმა. მოკლედ, ულამაზესი ტაძარია და დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენც იგრძენით ეს სილამაზე ვიდეოდან. სიმართლე გითხრათ, მხოლოდ ტაძრის გადაღებას ვაპირებდი, მაგრამ ძალიან პატარა გამოდიოდა ვლოგი, ამიტომ დანარჩენებიც დავამატე. მეორე დღეს ჩემი გემრიელობების გარეშე ხომ არსად არ მივდივართ, წავედით აქაური სამკურნალო წყლების სანახავად. ეს არის ბასეინის მსგავსი და სიმართლე გითხრათ, რაღაც აბდაუბდა ბასეინებია. გარეთ არის ჩვეულებრივი ბასეინი, ხედავთ, შემდეგ რაღაც გვირაბში შედიხარ და იქ იწყება უკვე სამკურნალო წყლები. ეს ყველაფერი არის გაერთიანებული, ვისაც უნდა უბრალოდ მოვა აქ და მსგავსად იცურავებს, ხოლო ვისაც უნდა უბრალოდ შევა სამკურნალო წყლებში. მაგალითად, ეს ბავშვების ადგილი არ არის სამკურნალო, მოკლედ ზედ ეწერა, რომელი წყალი იყო სამკურნალო და იგრძნობოდა, თვითონ სუნიც განსხვავებული ჰქონდა. უბრალოდ გვირაბში ვერ შევედი ტელეფონით, რადგან ღრმა იყო და ტელეფონი გამიფუჭდებოდა, ამიტომ ვერ გავრისკე. აქაც არის რამოდენიმე სამკურნალო და ზოგი უბრალოდ. მაგალითად, ეს ახლა რასაც ხედავთ, ეს არ არის სამკურნალო, ეს უბრალოდ წყლებია, ხოლო იქეთ აი ეს ჭა არის ჭის წყალი და არის საშინლად
ცივი. ასევე სამკურნალო იყო ცხელი წყალიც და როგორც გავიგე, ჯერ ცხელ წყალში უნდა ჩახვიდე, შემდეგ ჭის წყალში, შემდეგ ისევ ცხელ წყალში, მოკლედ ასე სამჯერ საშინლად ცივი იყო ჭის წყალი. უკვე წინასწარ გეტყვით და რა ვიცი კი გავიმეორეთ ყველაფერი, როგორც გავიგე, ორგანიზმი კაშდება და უფრო ძლიერდება იმუნიტეტი. მოკლედ ვნახოთ, როგორ გადავიტანთ ამ ზამთარს და მართალია თუ არა ეს მეთოდი. ახლა ვიმყოფებით კიდევ ერთ ღირსშესანიშნაობაში ამ ქალაქის, ეს არის ხის მუზეუმი და ახლა კადრში ხედავთ ჯუჯა ხეს, მსოფლიოში ყველაზე პატარა ხეს. მოკლედ ამ მუზეუმში უფრო მეტი ახსნა იყო და ლაპარაკობდნენ და გვიხსნიდნენ სხვადასხვა ხეების შესახებ, ასევე იყო რამოდენიმე ცხოველის ფიტულები და მოკლედ ძალიან საინტერესო იყო. როგორც უკვე გითხარით, გარეული კატები ცხოვრობენ ამ ტყეში და ასევე ამ გარეული კატების ფიტულები დაგვხვდა. როგორც უკვე გითხარით წინა ბლოგში, ეს ქალაქი განთქმულია თავისი ტყით და ხის მრავალფეროვნებით, სხვადასხვა ჯიშის ხეები არის, რომლებმაც რამოდენიმე ასწლეულები გაიარეს ამ ხისგან გამოთლილი სათამაშოებით. მოკლედ ეს არის ძველი სათამაშოები, რომლებიც შემდეგ გაარემონტეს და აქ დადეს მუზეუმში. მოკლედ ამით გვაჩვენებენ, რომ ძალიან კარგი ხეები აქვთ. ასევე გეგმავენ, რომ სამომავლოდ მსგავსი სამუშაოები ჩაატარონ და ეს ხეები გადაიტანონ სხვაგან და გააკეთონ მსგავსი ტყე. მოკლედ ეს არის საკეტი, რომელსაც გეგმავენ, რომ სამომავლოდ გააკეთონ. ასევე ვნახეთ ჭიანჭველები, აქ არის ჭიანჭველები, რომლებსაც ზემოდან თავსახური ჰქონდათ ღია და მართლა ვერ ხვდები, როგორ ვერ გადმოდიოდნენ, რადგან თავისუფლად შეეძლოთ გადმოსვლა. ეს არის რაღაც განსაკუთრებული ჯიშის ჭიანჭველაც, რომელიც მხოლოდ ამ ტყეში ბინადრობს და ერთ-ერთ ხეს ჰყავს ეს ჭიანჭველა და ეს ხეც, როგორც ხედავთ, მოიტანეს აქ და ამ ხით იკვებებიან მოკლედ ეს ჭიანჭველები. ძალიან საინტერესო იყო და სამწუხაროდ ვერ გადმოვეცი ეს ყველაფერი, ეს მონაყოლი, რადგან ყველაფერი იყო გერმანულად და ვფიქრობ, რომ აზრი არ ჰქონდა ამ ყველაფრის ჩაწერას. აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს. უღრმეს მადლობას გიხდით, რომ უყურეთ ბოლომდე. დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ. მომავალ შეხვედრამდე.